20 საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართველმა ხალხმა გადადგა საქართველოს მიერ ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს გამოცხადებამდე, სწორედ თბილისში ეროვნული უნივერსიტეტის შექმნა იყო. შემდგომ ბოლშევიკურ და კომუნისტურ პერიოდში, მიუხედავად თავისმხრივი იდეოლოგიისა და მკაცრი ცენზურისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეძლო ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნება, ზოგად საკაცობრიო იდეალებისადმი მსახურება, აღზარდა ეროვნული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები, ჩამოაყალიბა საყოველთაო ცნობილი სამეცნიერო სკოლები მათემატიკაში, ფსიქოლოგიაში, ფილოსოფიაში, ენათმეცნიერებაში, ისტორიაში, აღმოსავლეთმცოდნეობაში. თესეომ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში მრავალი უმაღლესი სასწავლებლის და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შექმნას. საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო. მას დაიკისრა ერის სულიერებაზე ზრუნვის, ეროვნული თვითშეგნების გაღრმავების ისტორიული მისია. ამასთან მის ძირითად გამოკვეთილ მიზანს კვლავ წარმოადგენს საქართველოში თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, კულტურისა და მეცნიერების განვითარება, ერის ცივილიზაციის დონის ამაღლება. პეტრე მელიქიშვილი მეცნიერთა იმ პლეიადას მიეკუთვნება, რომელიც მოღვაწეობდა ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების პირველ ათწლედში. იგი ერთ-ერთი იმ მეცნიერთაგანი იყო, რომელიც მიესალმა რევოლუციას და მხარი დაუჭირა მას. მელიქიშვილის ოცნება იყო, რომ თავისი ქვეყანა განთავისუფლებული და აყვავებული ეხილა. მას პირადი ცხოვრება არ ჰქონია. მთელი თავისი ძალა და ენერგია სამშობლოს შესწირა. იგი ნამდვილი მსახური იყო ხალხისა, ამიტომ მას უდიდესი ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობდა, როგორც მის თანამედროვე, ისე შემდგომი თაობების მეცნიერთა შორის. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ნოვოროსიისკის ოდესის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი რექტორი პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი დაიბადა 1850 წლის 11 ივლისს ქალაქ თბილისში, განათლებული ქართული ტრადიციების მქონე ოჯახში, სადაც არაერთხელ შეკრებილან ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ბესარიონ და ნიკო ხოხობერიძეები, გიორგი წერეთელი, სერგი მესხი და სხვები. ცხადია ეს დიდ ზეგავლენას მოახდინა მომავალ მეცნიერზე, რაც მისმა შემდგომმა მოღვაწეობამაც დაადასტურა. პეტრე მელიქიშვილის მშობლები მე-19 საუკუნის 40-იან წლებში ახალციხიდან თბილისში გადმოსახლებულან საცხოვრებლად და დასახლებულად ენგელსის ქუჩაზე მდებარე ნომერ 36 სახლში. სწორედ აქ დაიბადა პეტრე მელიქიშვილი. პეტრეს მამა გრიგოლი პროგრესული პიროვნება იყო. ყოველთვის ცდილობდა სასარგებლო საზოგადოებრივ საქმის წამოწყებას. მაგალითად, აღსანიშნავია გრიგოლის მოღვაწეობა ქალაქ თბილისში ქართული სტამბის დაარსებისათვის. ამ საქმეში მონაწილეობდა მისი უფროსი შვილი სტეფანეც. სტეფანე მელიქიშვილი შემდგომში იყო ჟურნალ-გაზეთების გამომცემელი. პეტრეს უმცროსი და ეკატერინე მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სერგეი მესხის მეუღლე ჟურნალ ჯეჯილში თანამშრომლობდა. 10 წლის პეტრე მელიქიშვილი თბილისის პირველ გიმნაზიაში მიაბარეს, სადაც წარჩინებული სწავლით გამოირჩეოდა და კლასიდან კლასში ქების სიგელით გადადიოდა. 1868 წელს პეტრე წარმატებით დაამთავრა გიმნაზია, ხოლო 1879 წელს ოდესის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე განაგრძო სწავლა. ვასილ პეტრიაშვილი გამოჩენილი მეცნიერი და პეტრე მელიქიშვილი იმთავითვე დაახლოვდნენ, რაც შემდგომ მტკიცე მეგობრობაში გადაიზარდა. ეს მეგობრობა გაძლიერდა და განმტკიცდა მეცნიერებისა და სამშობლოსადმი მათი უდიდესი სიყვარულის ნიადაგზე. პეტრე მელიქიშვილი დიდი ნიჭით იყო დაჯილდოებული, რაც უფრო გაიფურჩქნა ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში. ეს პერიოდი ქიმიის ისტორიაში ითვლება უდიდეს აღმოჩენათა პერიოდად. ის წლები აგრეთვე უდიდესი წარმატებით აღინიშნა ორგანულ ქიმიაში. ყოველივე ამას საფუძვლიანად ეუფლებოდა პეტრე მელიქიშვილი და ამან თავისი კვალი დაამჩნია მომავალი მეცნიერის ჩამოყალიბებას. პეტრე მელიქიშვილი 1872 წელს 2 წლით ადრე ექსტერნის წესით წარჩინებით ამთავრებს უნივერსიტეტს. 1873 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი მეცნიერული ნაშრომი. მალე იგი გაიგზავნა საზღვარგარეთ, სადიდანაც 2 წელიწადში დაბრუნდა და ოდესის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა. პეტრე მელიქიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობა ამით არ მოიწურებოდა. პარალელურად იგი დიდ ყურადღებას აქცევდა ბუნებრივი წიაღისეულისა და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესწავლას, რათა ისინი ჩაეყენებინა ხალხის სამსახურში.
პეტრე მელიქიშვილი მარტოხელა კაცი იყო. მისი ოჯახი იყო ლაბორატორია, ხოლო შვილები მრავალრიცხოვანი მოწაფეები. იგი ერთი შეხედვით მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ ვინც მას გაიცნობდა და დაუახლოვდებოდა, მაშინ მიხვდებოდა, რომ ის მეტად სათნო და მგრძნობიარე, ამავე დროს მომთხოვნი და შრომის მოყვარე ადამიანი იყო. მან კარგად იცოდა შრომისა და დროის ფასი. როგორც მისი მოწაფეები იგონებენ, პეტრე მელიქიშვილი ყველაფერს აკეთებდა ახალგაზრდობისათვის, არ ზოგავდა თავს და გზას უკაფავდა მათ. ამიტომ იგი სტუდენტთა შორის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. პეტრე მელიქიშვილი გაურბოდა პოლიტიკურ საქმიანობას და საერთოდ ყოველგვარ ადმინისტრაციულ თანამდებობას. ეს გამოწვეული იყო ცარიზმის რეჟიმისადმი სიძულვილით. თუ საქმე ეხებოდა ახალგაზრდობას, მას ყველა საზოგადო საქმე გულთან მიჰქონდა და ყოველმხრივ ცდილობდა მათ დახმარებას. რუსეთის მაშინდელი ხელისუფლება ყოველმხრივ უშლიდა ხელსწავლა განათლების განვითარებას. განსაკუთრებით არასასურველად იყო მიჩნეული უმაღლესი განათლების მიღება მუშათა და გლეხთა ცრიდან. გამოსული ახალგაზრდობისათვის მათთვის დახშული იყო უმაღლესი სასწავლებლის კარი. ხელისუფლების აზრით უმაღლესი განათლება ყრინდა ხალხს და რევოლუციურ განწყობას უნერგავდა. განასწორედ ეს არ იყო მიზეზი, რომ ცარიზმმა უარი თქვა საქართველოში უმაღლესი სკოლის გახსნაზე. მას ეშინოდა განათლებული ხალხის. უფრო რთულად იდგა ქალთა განათლების საქმე. რუსეთის იმპერიაში მხოლოდ დახურული სასწავლებლები იყო. მხოლოდ 1858 წელს გაიხსნა ქალთა გიმნაზიები, ისიც კერძო წამოწყებითა და სახსრებით. ცარიზმმა მათ სპეციალური პროგრამა შეუდგინა, რათა ქალებს ესწავლოთ ის, რაც დიასახლისებს და დედებს გამოადგებოდათ, მაგრამ მოწინავე პროგრესული იდეებით გამსჭვალული ახალგაზრდები ამხედნენ მშობლების დესპოტიზმის წინააღმდეგ, იმ მშობლების, რომელიც ახშობდნენ ქალთა მისწრაფებას უმაღლესი განათლებისაკენ. პეტრე მელიქიშვილი, რომელიც დემოკრატიული იდეებით ახალგაზრდობაშივე იყო გამსჭვალული, დიდი ინტერესი იჩენდა ქალთა ემანსიპაციისადმი. მან ერთ-ერთმა პირველმა წაიყვანა თავისი და ეკატერინე საფრანგეთში უმაღლესი განათლების მისაღებად. აქტიურ საქმიანობას ეწეოდა, რათა ქართულ ქალებს საზღვარგარეთ უმაღლესი განათლება მიეღოთ. როგორც იქნა, 1903 წელს ოდესაში მეფის მთავრობის ნებართვით გაიხსნა ქალთა კურსები, მაგრამ ამ კურსებს მხოლოდ პედაგოგიური განხრა ჰქონდა და თანაც ფასიანი იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ აქ სწავლა შეეძლოთ მხოლოდ დიდრების შვილებს, ხოლო ღარიბებისათვის მისი კარი დახშული იყო. ამავე დროს არსებობდა ასეთი დისკრიმინაციული წესი. არ შეიძლებოდა, რომ ებრაელი ქალი საერთო კონტინგენტის 20%-ზე მეტი ყოფილიყო. მომავალ წელს ქალთა პედაგოგიური კურსები გადაკეთდა ქალთა უმაღლეს კურსებად. პეტრე მელიქიშვილი დიდი სიხარულით შეხვდა ასეთი კურსების გახსნას და მის ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. მას ახარებდა ყოველივე ახალი, რაც ხელს შეუწყობდა ახალგაზრდობის წინსვლასა და განათლებას. პეტრე მელიქიშვილი ჩვეული ენერგიით აწყობს ლაბორატორიებს, კითხულობს ლექციებს, ყოველმხრივ ეხმარება ახალგაზრდობას ცოდნის დაუფლებაში. არ უნდა დაგვავიწყოს, რომ სახელოვანი მეცნიერი ამას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე აკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ პეტრე მელიქიშვილი დიდი ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობდა ოდესის უნივერსიტეტში, მას მაინც არ ჰქონდა თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა. ხშირად უხდებოდა შეჯახება რეაქციულად განწყობილ პროფესურასა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან. უმაღლესი სკოლის განსხსნის საკითხი გარკვეულწილად რევოლუციამ გადაწყვეტა. აღსრულდა ქართველი ხალხის საუკუნოვანი ოცნება და 1918 წელს მოწინავე ინტელიგენციის ინიციატივით, რომელსაც ხელმძღვანელობდა ივანე ჯავახიშვილი, გაიხსნა ქართული უნივერსიტეტი თბილისში. ივანე ჯავახიშვილს კარგად ესმოდა, რომ ახალი უნივერსიტეტისათვის საჭირო იყო ისეთი რექტორი, რომელსაც როგორც მეცნიერს საყოველთაო აღიარება ექნებოდა მოპოვებული. ასეთი კი პეტრე მელიქიშვილი იყო. ივანე ჯავახიშვილის წინადადებით პეტრე მელიქიშვილი 1918 წლის 16 იანვარს აირჩიეს თბილისის უნივერსიტეტის პირველ რექტორად. მიუხედავად იმისა, რომ პეტრე მელიქიშვილი ამ დროს 68 წლისა იყო, იგი ახალგაზრდული ენერგიით შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას. პეტრე მელიქიშვილი ოცნებობდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გადაექცია ქართული კულტურის კერად. იგი მეგობრებისადმი მიწერილ წერილებში ჩივის იმის შესახებ, რომ არ არის შესაფერისი ბაზა დაფინანსება სასწავლო სამეცნიერო მუშაობის გაშლისათვის. პეტრე მელიქიშვილი მიუხედავად იმისა, რომ 50 წელზე მეტი ხნის მანძილზე რუსეთში მოღვაწეობდა და მშობლიური ენა დავიწყებული ჰქონდა, ლექციებს მაინც ქართულ ენაზე კითხულობდა.
ადვილი წარმოსადგენია, რა დიდი შრომა და ნებისყოფა იყო საჭირო ამისათვის. პეტრე მელიქიშვილი, რომელიც თავისი დაბეჭდებული თხოვნის თანახმად რექტორის მოვალეობისაგან გაათავისუფლეს 1919 წლიდან, გაატკეცებული ენერგიით მუშაობს ორგანული ქიმიის კათედრაზე. ამავე დროს ის სათავეში უდგება უნივერსიტეტში ახლა დაარსებულ სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტს. იგი აქაც ჩოვლი ენერგიით წარმართავს მუშაობას. ქართველმა ხალხმა 1923 წელს აღნიშნა თავისი სასიქადულო შვილის, პეტრე მელიქიშვილის პედაგოგიური და სამეცნიერო საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წლის თავი. მისი იუბილე დიდ ზეიმოდ იქცა. ეს იყო აღიარება პეტრე მელიქიშვილისა, როგორც დიდი მეცნიერისა და მოქალაქისა. როგორც ცნობილია, პეტრე მელიქიშვილი საქართველოში ჩამოვიდა 67 წლის ასაკში. დატოვა ოდესაში მის მიერ საგანგებოდ მოწყობილი ლაბორატორიები და რაც მთავარია, მრავალრიცხოვანი მოწაფეები. საქართველოში მან ცარიელ ადგილზე დაიწყო მუშაობა, თავის გარშემო შემოეკრიბა ნიჭიერი ახალგაზრდობა და მათი დახმარებით დაიწყო უნივერსიტეტში ქიმიური ლაბორატორიების მოწყობა, როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო მუშაობისათვის. პეტრე მელიქიშვილის აგროქიმიურ გამოკვლევებს დიდი სახალხო სამეურნეობრივი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ გამოკვლევებს დღესაც ინტერესით წაიკითხავს ყველა აგრონომი და გამოიყენებს თავის მუშაობაში. თუმცა პეტრე მელიქიშვილი სამშობლოში უკვე ხანდაზმული ბრუნდება, მაინც ახალგაზრდული ენერგიით გააგრძელა სამეცნიერო კვლევით მუშაობა. მოაწყო ლაბორატორიების უნივერსიტეტში და ყველგან სადაც მის დახმარებას ითხოვდნენ. ცხოვანი მეცნიერი თითქოს ჩქარობდა, სურდა ბევრი რამ მოესწრო, თვლიდა რომ ვალში იყო სამშობლოს წინაშე. თავის მოწაფეებთან ერთად ყველაფერს აკეთებდა სასწავლო, აკადემიური და სამეცნიერო მუშაობის მაღალ დონეზე ასაყვანად. პეტრე მელიქიშვილი გარდაიცვალა 1927 წლის 23 მარტს, 77 წლის ასაკში. იგი დაკრძალულია უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში, მთავარი შესასვლელის წინ. მის საფლავზე კი დადგმულია იაკობ ნიკოლაძის მიერ შესრულებული ბიუსტი.